საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მმართველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი, სადაც განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები და მეხანძრე მმართველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალების და სამეცნიერო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკაც. აღნიშნულ შტაბებში ხორციელდება დითოლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა, განხორციელება, ისე სამეცნიერო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ასევე საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით 25-26 თებერვალს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო დახმარების ექიმები 91 გამოძახებაზე იმყოფებოდნენ. ადგილზე სამეცნიერო დახმარება გაუწიეს 44 ადამიანს, მოხდა 30 პირის ჰოსპიტალიზაცია, მათ შორის იმ მოქალაქეების, რომლებიც სხვადასხვა სპეციფიკურ სამეცნიერო დახმარებას საჭიროებენ. პროცესში აქტიურად არიან ჩართული სოფლის ექიმებიც, რომლებიც სატელეფონო კონსულტაციას უწევენ მოქალაქეებს, ასევე ხდება მათთვის მედიკამენტების ადგილზე მიწოდება, აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. დღის განმავლობაში გრძელდებოდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და მეხანძრე მმართველების და თავდაცვის ძალების ჯგუფების გადაადგილება გარკვეულ სოფლებში მოსახლეობასთან და მაცხოვრებლებთან კომუნიკაციის თვალსაზრისით და საკვების მედიკამენტების მისაწოდებლად. ამ დროისთვის მეხანძრე მმართველთა რიცხვი 650-ით არის წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით სალიკვიდაციო სამუშაოებში. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ დამატებით გავზარდეთ ლოკალური შტაბების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სწრაფ და დროულ რეაგირებას